ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქცია, საჩივრის შეტანის ტექნიკური და შინაარსობრივი ასპექტები, დავის წარმოების ეტაპები და გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა. ამ თემაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი უძღვებოდა. მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრის მონაწილეებს საერთაშორისო სასამართლოებში საქმის წარმოების სპეციფიკა, საჩივრის შეტანის ტექნიკური და შინაარსობრივი ასპექტები გააცნო. ისაუბრა მისი დეპარტამენტის პრიორიტეტებზე, როგორც ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო სასამართლოებში წარმოებული და მიმდინარე დავები, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და არაღიარების პოლიტიკას ეხება. როგორც მან განაცხადა, დღეისათვის ქართული სახელმწიფო არაღიარების გზაზე წარმატებას დიპლომატიისა და პოლიტიკის ხარჯზე აღწევს. ამიტომაც იუსტიციის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ამ კუთხით სამართლებრივი დოკუმენტის შემუშავება, რაზეც მუშაობს ქართული მხარე. სახელმწიფომ ახალი სახელმწიფოთა შორის საჩივარი შეიტანა, ეს არის ოკუპაციის ხაზი მცხოვრები მოსახლეობისთვის და თვითონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უფლების დაცვა შეეხება, რაც გულისხმობს მასობრივ დარღვევებს, ეს შეეხება გადაცემებს, განათლების უფლებას, საკუთრების უფლებას და ასე შემდეგ. ფაქტობრივად აგვისტოში შეტანილი საჩივარი არის ის საჩივარი, რომელთაც სახელმწიფომ მთლიანობაში უნდა დაიცვას როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა, ისევე ამ ოკუპაციის ხაზში მცხოვრები მოსახლეობა. ჩვენ ახლა გვაქვს სამართლებრივი ბრძოლა ნამდვილად, რადგან ჩვენ უნდა დავიჭიროთ ხელში სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც დაგვეხმარება ამ ოკუპირებულ ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გამტკიცებაში. დღეისთვის სახელმწიფოს აქვს ძირითადად დიპლომატიის და პოლიტიკის ხარჯზე შენარჩუნებული ის, რომ ეს ტერიტორიები მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფომ აღიარათ, იქ ჩამოსახლება სახელმწიფოებმა და არა უფრო მეტმა. მაგრამ ამას ჭირდება სამართლებრივი საფუძვლის შექმნა საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილების სახით და აი ამაზე მუშაობთ. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ვეფხია გვარამია, იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არასახარბიელო მდგომარეობა განათლების კუთხით, ძირითადად ეხება გალის რაიონს. სკოლის მოსწავლეები ვერ ახერხებენ მშობლიურ ენაზე, ქართულ ენაზე სწავლას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მოამზადა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ერთ-ერთ მტკიცებულებად მითითებული არის აღნიშნული გარემოებაც. იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი აქტუალურია, იუსტიციის დეპარტამენტმა გადავწყვიტეთ, მოგვეწვიათ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან. შედგა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილული იქნა უშუალოდ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის განხილვის პროცედურები და სხვა მიმდინარე საკითხები. მოწვეული იყვნენ სტუდენტები, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დაწესებულებების იურისტები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ დევნილებთან და აღნიშნულ პრობლემატიკასთან. ადამიანის უფლებების დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საქართველოს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წევრი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები. რუსეთის ფედერაცია, რომელიც არის ფაქტიურად ოკუპანტი დღეს საქართველოში, მნიშვნელოვნად არღვევს ამ უფლებებს, არღვევს ჟენევის კონვენციებს. დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი არის ის პროცედურები და ის აუცილებელი დოკუმენტაცია, რომელიც უნდა იქნას მომზადებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ეს არის ძალიან რთული სამუშაო და იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მიერ მოგებულ საქმეებზე, მოგესალმებათ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. თემა ძალზედ აქტუალურია. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ენიჭება უმთავრესი როლი. გამომდინარე აქედან, ბატონი ბექა ძამაშვილი არის სახელმწიფო მოხელე, რომელიც გაგვაცნობს თუ ტექნიკურად, ორგანიზაციულად როგორ ხდება საჩივრის შეტანა, შემდეგ ამ საჩივრის თაობაზე პროცესების მართვა და შემდეგ დავიცვათ ჩვენი თავი საერთაშორისო დონეზე როგორც სახელმწიფომ და როგორც დევნილები. ჩვენ თანამშრომლობთ, კოორდინაციაში ვართ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურასთან, იუსტიციის სამინისტროსთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად კოორდინაციაში ჩვენ გავუწევთ მაქსიმალურად კონსულტაციას დევნილებს ყველა საკითხზე, როგორც არის სიცოცხლის ხელყოფა, კერძო საკუთრება, განათლების უფლების შესახებ და სხვა რაც თქვათ ასახულია საყოველთაო ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში.